ვიდრე დაგისვამთ ამ თემაზე კითხვას მაყურებელს, მინდა კიდევ ერთხელ უთხრა, რომ მოვლენების ცენტრები ორი უпростоრად არის თბილისის საქალაქო სასამართლო და ბათუმის საქალაქო სასამართლო ამ წუთებში, სადაც ჩვენ ლაპარაკობს ირაკლი დგებუაძე მზიამაღლობელთან დაკავშირებით, რომელმაც კიდევ ერთხელ გაიმეორა შემდეგი, რომ მზიამაღლობელის მიერ ლოყაში სილის გაწნის შედეგად მას ლოყა ეტკინა და გაუწითლდა. იქ კიდევ ბევრ სხვა საკითხზე ამახვილებს ის ყურადღებას, რასაც ჩვენი მაყურებელი 3 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში მოისმენს. ბატონო გიორგი, მოდი შევეხოთ ახლა ჩვენ იმ სურათს, რომელიც გვაქვს. პირველი კითხვა მინდა რომ დაგისვათ სწორედ იმასთან დაკავშირებით თუ რა განცხადებებიც კეთდება და რა სურათიც არის სწორედ 9 მაისთან დაკავშირებით. ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ალიევი ასევე არ იქნება წითელ მოედანზე 9 მაისს და ჩვენ ვხედავთ თუ რას მიმართავს რუსეთი აი ზავის პერიოდში, ხო? თქვენი შეფასება რა არის აი ამ სურათის გათვალისწინებით? მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენ მაყურებელს. პირველ რიგში 9 მაისმა დაკარგა თუ 8 მაისმა დაკარგა თავისი არსებითი მნიშვნელობა. ეს აღარ არის ზეიმი ფაშიზმზე გამარჯვების, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი დროც გავიდა და არანაკლებ დიდი ომებიც იყო, მაგრამ რუსეთი რასაც ზეიმობდა, რომ ის იყო ფაშიზმზე გამარჯვებული ქვეყანა და მისი როლი იყო ექსკლუზიური, ორივე მითი დაანგრეულია, იმიტომ რომ ეხლა რუსეთი თვითონ იქცა ფაშისტურ ქვეყანად, ხოლო მისი ექსკლუზიურობა უკვე საკმაოდ ეჭქვეშ დაადგა, იმიტომ რომ ბევრი მასალებია გამქვეყნებული, სადაც ნათლად ჩანს, რომ ესე რომ ვთქვათ, შეიარაღებით, ეკონომიურად, ფინანსურად და არა მხოლოდ ადამიანებით ევროპის და ამერიკის შეერთებული შტატების როლიც იყო განსაკუთრებული. ამიტომ აქაც რაღაც ექსკლუზივი მოსკოვს აღარ აქვს. უბრალოდ ეს ინერცია გრძელდება და დღევანდელი კრემლი ამას იყენებს როგორც პროპაგანდისტულ იდეოლოგიურ იარაღად. შესაბამისად, ეს არის ერთის მხრივ ჩვენება თავის დროზე იყო, რომ მას გარკვეული დომინანტური როლი ჰქონდა ევროპასთან მიმართებაში, ამის დემონსტრირება ხდებოდა და მეორეს მხრივ თავის სატელიტებს კიდევ ერთხელ შეკრებდა და კიდევ ერთხელ შეახსენებდა, რომ ისინი დამოკიდებულები არიან რუსეთზე. ხო, ანუ 9 მაისი რეალურად რისი გამოვლინება იყო, ეს აქცენტი ჰქონდა ზელენსკისაც მის მიმართვაში, რომელიც მან ჩაწერა ის სულ ბოლოს, რომ ის ამბობს, რომ რუსეთი რადიკალურად უნდა შეიცვალოს და წინააღმდეგ შემთხვევაში მსოფლიოს მოუწევს შეცვლა, როგორც ეს 80 წლის წინ მოხდა, რომ ბოროტების დამშვიდება არის შეუძლებელი და სწორედ აი ყველა ერთად უნდა შეებრძოლოს აი ამ პროცესს. აგიტაცია ზელენსკი ოღონდ ლევანდელის სურათი ალბათ აღძრავს ამ მიმართულებით მსგავსი განმარტების გაკეთების. არა, რატომაც არა, კი, აქეთკენ მივდივართ. ანუ რუსეთი არ შეიცვლება, იმიტომ რომ რუსეთი თვითონ აი ეს ცნება, რუსეთი არის ის ქვეყანა, რომელიც ეხლა არის. მისი შეცვლა ნიშნავს, რომ ბუნებრივად უნდა დაიშალოს, ეს არ არის ერთი ქვეყანა, ეს არის გერმანული პროექტი, როდესაც ერთი ცენტრის ირგვლივ გაერთიანდა, შემოკრებილი იქნა სხვა ეროვნების, სხვა ისტორიის, სხვა ესე ვთქვათ, ხასიათის ტერიტორიები და შეიქმნა პეტრე პირველმა დააგვირგვინა ეგრეთ წოდებული იმპერიის პრეზენტაცია და ამ იმპერიამ თავისთავად ამოწურა. ეხლა უბრალოდ ამის ესე ვთქვათ ინერციას ვადევნებთ თვალყურს, როგორ ინგრევა, ანუ კიდევ ერთი მცდელობა იყო ეს უკრაინის წინააღმდეგ ომი, იმპერიის რეანიმირების კიდევ ერთი მცდელობა იყო და ნუ კატასტროფით უმთავრდება რუსეთს და შესაბამისად ეს იმპერია ბუნებრივი პროცესია უნდა დაიშალოს ბუნებრივ სახელმწიფოებად. ახლა ეს ჩამოყალიბების პროცესი არ იქნება მარტივი და ესე სწრაფი, მაგრამ აქეთკენ მივდივართ, ყველაფერს თავისი, ესე ვთქვათ, ყველაფერი თავის ბუნებრივ განვითარებას დაუბრუნდება. ჩვენც უბრალოდ ახლა ამ აგონიის შემადგენელი ნაწილი ვართ, ჩვენი რეჟიმიც ეს არის იმპერიის ერთ-ერთი პროექტი, რომელიც საჭირო იყო გეოგრაფიულ არეალი კავკასიაში რუსეთის დომინაციის აღდგენით, რუსეთის იმპერიის დომინაციის აღსადგენად და ეს პროექტი ჩავარდა ფაქტიურად. ახლა ვაკვირდებით ხო არაფერ ღირებულს ქართული რეჟიმი, უბრალოდ ქართული ოცნების რუსული რეჟიმი არაფერ ღირებულს არ ქმნის. უნიჭოები არიან ეკონომიკური მიმართულებით, საერთაშორისო ასპარეზზე წარმატება არ აქვს, ქვეყნის შიგნით მოსახლეობასთან დაპირისპირებულია. ერთ-ერთი რაც ძალიან მაგრები არიან, ეს არის ბიუჯეტის ქურდობა და ესეთი ტიპის რეჟიმები ეხლა ძალიან სააცილო რეჟიმებია, იმიტომ მას არანაირი იდეოლოგიური ან რაიმე ტიპის
გამამყარებელი ამძრავი არ აქვს შიგნით, უბრალოდ ინერციას მიყვება. 9 მაისი თბილისში, ბატონ გიორგი, რისი ჩვენება იქნება ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი, ეს უნდა იყოს ერთიანობის მარში, ხო, ესეთი რაღაც მთავარი ტექსტი მოყვებოდა, მათ შორის იმ ვიდეო რგოლს მოყვება, რომელიც არის ამასთან დაკავშირებით გავრცელებული, რომ საქართველოს მომავალი არის ევროპაში და ამ მხრივ ერთიანობის ჩვენება, მათ შორის შესაბამისი პასუხების გაცემა იმ პირებისთვის, ვინც ამ სურათის შეცვლას შესაძლოა ცდილობდეს, არის კრიტიკული მნიშვნელობის, ხო, ამ ერთიანობის მარში ჩვენებით. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს? ხო, უყურეთ, აი ზუსტად მაგალითი იქნება, ხვალ ერთის მხრივ იმართება ბევრი მარში, რომელიც საბოლოო ჯამში იქნება დემონსტრირება იმის, რომ საქართველოს მოსახლეობა რის მხარესაა, რა უნდა საერთოდ, რაოდენობრივი თვალსაზრისით და მეორეს მხრივ აი ჩვენი რეჟიმს მოდი ვნახოთ აბა რას გააკეთებენ, ხო? 57 ვეტერანი დარჩა მეორე მსოფლიო ომიდან, ხო? აი თუ წარსულში გაიქცევიან, წარსულშიც ვერ გარბიან, ხო? აი მათ მოუწყონ რაღაც გრანდიოზული ზეიმი. ესეც ხო ჭიდილია აზრების, მსოფლმხედველობების, განწყობების, ხო? აი კიდე ერთხელ როგორც გუშინელ ყრილობაზე, ხო? უცებ შეიკრიბენ, დაიშალენ, რატო? იმიტომ რომ იციან მოსახლეობის განწყობა, არიან დაზაფრულები და შესაბამისად ცდილობენ ყველაფერი ის გააკეთონ ჩუმად და სწრაფად. ისე იქნება ხვალინდელი დღეც. ისინი რაღაც ძალიან ფორმალურად ყალბის სახეებით სადღაც მიიტანენ გვირგვინს, დადებენ და დაიშლებიან. არანაირ საზეიმო ვითარებას ისინი ვერ ქმნიან, ვერ ზეიმობენ, ქუჩაში ვერ გამოდიან, ქუჩა მათი არ არის, სახელმწიფო მათი არა, მომავალი მათი არა, არაფერი მათი არ არის. ისტორიაშიც კი, მეორე მსოფლიო ომის ისტორიაში აი ამას ვერ საუბრობენ, ესეც კი არა მათი იდეოლოგიის ნაწილი, ხო? ვერ ბედავენ 9 მაისს მოსკოვში ჩასვლას, ვერ ბედავენ მოსკოვიდან რაღაც უკტავი პოლკის ჩამოყვანას, თუ ესე მიდგა საქმე, ხო, თუ იდეოლოგიურ ჭიდილში ისინი მაგრები არიან, მაშინ ეს ყველაფერი მათ უნდა გააკეთონ. მაგრამ არაფერი ეს ხო გეუბნებით კიდე ერთხელ, ხვალ ჩვენ ვიტყვით, რომ ევროპა გვჭირდება, 11 მაისს ჩვენ მივალთ ამერიკის საელჩოს ჩაუვლით გვერდზე, მაგრამ მთავარი არსი რაც არის მარში გვექნება გარეუბანში და 26 მაისამდე ბევრი ღონისძიება იქნება იმისკენ, რომ კიდე ერთხელ გავაშიშვლოთ რეჟიმი, ვთქვათ, რომ ის სუსტია და რომ ის უნდა წავიდეს. და უნდა დავიწყოთ მისი დემონტაჟი, ეს საქმეა, ჩვეულებრივი საქმეა, განა რაღაცა ისეთი დიდი თემაა. უბრალოდ არ გვიხდება ეს რეჟიმი, გვამუხრუჭებს, შეაძლებლობებს გვიუქმებს და ნუ ეხლა რატომ დავიტანოთ? მით უმეტეს არც არავინ მის უკან არ დგას, არავინ არ გვაძალებს, რომ ეს რეჟიმი იყოს. ერთი მხარდაჭერი განცხადება არ გაუკეთებია არც პუტინს, არც რა ვიცი, რუსეთის მაღალჩი კრემლის ბინადრებს. ასე რომ კიდე ერთხელ ჩვენ ხვალ გვექნება ძალიან ლაღი, ლამაზი ღონისძიებების ერთობლიობა, იქნება ბევრი მარში, იქნება დემონსტრირება, საითკენ გვინდა და სად არის ჩვენი ვექტორი სწორი მიმართულებით, როცა გვაქვს. და აი ამ გზაზე ხელისუფლების უკან დახევის საკითხს როგორ უყურებთ თქვენ? აი გუშინდელი განცხადებები შეიძლება რაღაც გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლეოდეს, ხომ? აი ეს ოცნება ისეთია, როგორც ის ჩანს რაღაც მისი ლიდერების განცხადებებში, რომ აი უკან დახევა რაღაც მარცხად შეიძლება იყოს აღქმული და ამის ჩვენება დაუშვებელია და ნუ ასე შემდეგ. შეიძლება სხვა მიმართულებასაც ეხებოდა, მათ შორის საგარეო ასპარეზზე რაც ხდება, მაგრამ იგივე სისტემის ტყვეებთან დაკავშირებით, როგორც პოზიციონირებს ქართული ოცნების ხელისუფლება, ეხლა მიმდინარე პროცესებია და ცხადია, არის ეს ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხი. რაზე მიუთითებს როგორ? ეს ჩვენი პოლიტპატიმრები, სინდისის პატიმრები დროებითი ტყვეები არიან, ჩვენ მათ აუცილებლად დავიხსნით და რაც შეიძლება მალე დავიხსნით. აქ უყურეთ, მთავარი თემა არის ერთი deep state-ი დაამარცხა ოცნებამ და მეორე ქართულ ხალხს დაამარცხებს. უყურეთ, ყველაზე კომიკური ამ სიტუაციაში რა არის? ის დგას პოლიციელებზე, რომელსაც უხდის მათხოვრულ ხელფას. ანუ თვითონ მილიონებს იპარავენ და ერთადერთი ფიზიკური გამოვლენა, რითითაც მათ შეუძლიათ ეს ინერცია დიდხანს შეინარჩუნონ, არიან პოლიციელები. 26 მაისს ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ჯარი მათი არ არის, ჯარი არ არის რეჟიმის დასაყრდენი, რომ ჯარი არის კონსტიტუციის ფარგლებში, ესე ვთქვათ, საქართველოს სამსახურში და არა რეჟიმის სამსახურში. დანარჩენი დღეები ჩვენ პოლიციის შინაგან საქმეთა სამინისტროდანაც ჰქონდა მარში, სადაც პოლიციელები ყველაფერ ამას ისმენდნენ და მათი განწყობა არის ჩვეულებრივი, ისინი უბრალოდ
სისტემის ჭანჭკები არიან და უბრალოდ რაკი ეს მექანიზმი ესე მუშაობს ინერციით, უბრალოდ ვერ აღწევენ თავს ამ ინერციას, თორემ მათი განწყობა არ არის ახლა რომ ხელფასი 1200-1500 ლარი კონდეს და მილიარდელი ბიძინა ივანიშვილის გამო თავის შვილს დაუკარგოს საშუალება ისწავლოს უცხოეთში ან კონდეს ევროპული მომავალი, ხო? ეს ხო აი ძალიან კომიკურად ჟღერს ესეთი თემა, მაგრამ კიდევ ერთხელ ბიძინა ივანიშვილს არ თავის გვარდია ყავს, არ თავისი ფიზიკური ძალა არ აქვს, მხოლოდ აფერისტობა ტყუილი, რომლითაც მან მოახერხა ხელისუფლების ხელში ჩაგდება და ეხა ამ ინერციით სარგებლობს და ეს ინერცია უნდა დაუნგრიოთ. მადლობა გიორგი. დიდი მადლობა. დაგემშვიდობებით გიორგი თავდგირიძე საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში 3 საათზე.